ვისაც გაინტერესებთ იოგაზე და ფსიქოლოგიაზე, ამ შაბათ დღეს თუ რაღაცა ისეც არაფერს არ აკეთებთ და წამოგორებული ხართ და რაღაცები გინდა რომ გაიგოთ, მაშინ მომისმინეთ, მოგიყვებით დღეს მინდა რომ ცოტა გელაპარაკოთ რაღაც ჩაკრებზე მინდოდა ამ საუბრების გაკეთება თემების მიხედვით, რომ ველაპარაკა იმაზე, რომ თქვა პირველი ლაივი რომ გავაკეთე, ground ჩაკრაზე ველაპარაკე, პირველ ჩაკრაზე, აი მიწის ელემენტი არის, რაზეც გახარ და რამდენად საფუძვლიანად გახარ და აი ხა დღეს მეორე ელემენტი აქ რაც არის ეს მეორე ჩაკრა არის წყალი. ეს არის ემოციები, რომელიც შენში არის და ესე თეძოების შიგნით არის ეს ჩაკრა ეს პოზიციონირებული და ხანდახან ესე ამბობენ ხოლმე იოგები ხოლმე რომ აი სწორედ აი თქვენს აი თეძოებში, ჰიპსში ინახავთ თქვენს ემოციებსო და ძალიან ხშირად მართლაც ესე მართლდება რომ აი ადამიანი რომელიც ჩაკეტილი არის ასე თეძოებში, ну გასაგებია იქ შეიძლება იყოს პირველ რიგში ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაც არ ვიცი მე ძვალი სხვანაირი კონდეს და ასე შემდეგ მოწყობა ეს სხვა არის, მაგრამ ისე ზოგადად თავისუფლად შეუძლია აი ამ გამოცდილებით რომ გახსნას ეს ამ შემთხვევაში ეს თავისი ჰიპები, გარკვეული ემოციები გამოუშვას და მე მაგალითად აი ბალიზე რო ვიყავით იოგა ტიჩერ ტრენინგზე მახსოვს ორი მედიტაცია არა მედიტაცია ნუ მედიტაციაც იყო, მაგრამ ორი გაწელვა იყო სესიები იყო 1 საათნახევრიანი და აი მან აი ბოლოსკენ უკვე და მედიტაცია რო დავიწყე, აი უკვე ტირილი დავიწყე, იმიტომ რომ ძალიან ის იყო, ძალიან ბევრი ემოციები მოდის, რომელიც საერთოდ რატო გამახსენდა ახლა ეს და ასე აი ესეთ რაღაცებზე ფიქრობ. ეხლა მოდი მასზე ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ ვის გაინტერესებთ აი მეორე ჩაკრაზე, იმიტომ რომ ეს არის წყალი და წყალი ითვლება მეგობრათაც ესე არის რომ აი ემოციებია თქვენში. აი როცა ტირი ხართ ხო ემოცია გმოდის, ის ცრემლი მოდის, ხო აი თითქოს ის ემოციები გადმოდის. სხვათა შორის იოგურათ მაკუთხი ტირილი საერთოდ არ არის რაღაცა არ ითვლება რომ აი ეს რა ცუდი რაღაცა შინელება მოხდა და ვიტირე ან რაღაცა. ითვლება რომ ამ შენ გამოუშვი რაღაც ენერგია და გაწმენდის ეგეთ საშუალებაა, ეგეც შეიძლება რომ ეგრე წარმოიდგინოთ. რა შეიძლება ითქვას, ახლა ნახეთ, სხვა ტექნიკები არსებობს, სუნთქვების და ასე შემდეგ და როდესაც ჩვენ საუბრობთ ხომ ემოციებზე, ჩვენ თითქოს აი ჩვენში არისო, ის ოკეანეო რა, რაღაცა სხვა ის დიდი უსარმაზარი რამ რის ნაწილიც ვარ ჩვენ და რაც ყოველთვის არის ჩვენში, აი წყლის გარეშე ხო ვერძლებთ ადამიანები და ჩვენ სხეულის რამდენი პროცენტია ხო რეალურად წყალი. და ესე რომ შეხედავ ამ საყაროს და თუ კი მართლა ესე მოქმედებს ამ წყალზე მე არ ვიცი მე მთვარენების მე რაღაც პლანეტები ასე შემდეგ მე ძალიან მარტივად მიხვალ იმ დასკვნამდე რომ ცოტა ზედმეტად აგდებულად უყურებ წყალს და ემოციებს შესაბამისად და ემოციები ძალიან საინტერესო რაღაც არის იმ კუთხით რომ თუ კი ისინი გამოხატული არ არის მე სამწუხაროდ ჩვენ გონია ხოლმე რომ მე აი რაღაცას დავივიწყე ის რაღაც გადავედი რაღაც სხვა ეტაპზე ასე შემდეგ, მაგრამ თუ რაღაცა შენ არ განიცადე და ჩაკეტე აი ზუსტად იქ თეძოებში თუ ასე შემდეგ, ხო შემდეგ იწყება ნუ ეს ბევრი ფსიქოლოგი ამას ადასტურებს რომ მე საბოლოო ჯამში შენ ხდები აი ფიზიკურ ტკივილზე გადადის უკვე ეს ფიზიკურად შეიძლება აქ ტკივდეს სხეულის კონკრეტული ნაწილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი მსგავსი ისტორიები მოუყოლიათ და უთქვიათ ჩემთვის მეგობრებსაც და აი იოგებს როდესაც იქ ვიყავით ძალიან ბევრი საინტერესო გამოცდილება იყო მართლა გაზიარებული. აი ერთ-ერთი სუნთქვის ტექნიკა მინდა გაგიზიაროთ, ძალიან საინტერესო არის უჯაი ბრეთ. ახლა ეს უჯაი ვინც იოგას აკეთებთან გაგიგიათ, ეს უჯაი ბრეთ რაც არის, უჯაი არის სხვანაირად ocean breath-ს ეძახიან, ანუ აი ოკეანის სუნთქვას ეძახიან. და როგორი რაღაც არის, ანუ თითქოს აი ოდნავში ავიწროვებთ აქ ხელს და აი სუნთქვისას გამოსცემთ გარკვეულ ხმას, ან გარკვეულ ვიბრაციის გასვლის საშუალებას აძლევთ ხელში. ხო, ანუ აი ოდნავში შიგნით შეკუმშული ხორხი და თუ ნელ-ნელა მოусმენთ ამ თქვენ სუნთქვას, მე მიდიხარ როგორ რაღაცამდე, რომ თითქოს ოკეანეს უსმენ შენშიო. და მართლაც ეს ხმა არის, ხო?
არ ვიცი რამდენად ისმის ახლა მიკროფონში და ლაივში, მაგრამ საკმაოდ ისეთი შეგრძნება არის. და აი ამ მარტივი ტექნიკებით, სუნთქვებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მე ჩვენ ემოციების რეგულირება შეგვიძლია და სამწუხაროდ ამაზე ძალიან იშვიათად არის ხოლმე ლაპარაკი. არა და ემოციების რეგულირება ძალიან საინტერესო რამე უნდა იყოს, ხო, ცხოვრებაში. რეგულირება, ნახე, ანუ ის კი არა რომ მოკლა, ჩაკრა, არ გაატარო, არ არის ეგრე. ანუ აი ის ხარო რა, შენ ხარ წარმოიდგინე, აი რადიო მიმღები რაღაც და შენ და სხვადასხვა ტალღები მოდის და ეს ყველა მიმღებში ხდება და შენი მოვალეობა არის რომ იყოს სწორი რადიო მიმღები. ანუ შენ როგორც ხარ დაყენებული ასე თქვა, სეტინგები თავდაპირველად თუ ასე შემდეგ, აი მას მიყვე. ანუ შენ გულს მიყვე ეგ არის, ხო? და მანდედან თუ მოდიხარ, მაშინ შენ ამ სხვადასხვა ემოციებს უშვებ, კან არ ხდება ცუდი რაღაცები, მოდის ეს ცუდი რაღაცები, მაგრამ მერე ამ ცუდი რაღაცებს გაშვებას გასწავლის სუნთქვით, მედიტაციით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც იოგას ესე უყურებთ და არა მარტო როგორც იმას, რა ქვია, პრაქტიკას, რომელიც თქვა ვარჯიშები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან მაგარი რამეა იოგის და მაგის გარეშე სხეულში არ მოძრაობს კარგად წესიერად ენერგია, როდესაც შენ ჩაკეტი მხოლოდ რა დივანზე ხარ არაფერს არ აკეთებ, არ მოძრაობს რა ძნელია მარტო მედიტაციით იმას ქნა და ეს მთელი ეს ვარჯიშები არის მომზადება ამ მედიტაციისთვის, ეგ არის საინტერესო, მომზადება მედიტაციისთვის. მეორე სუნთქვასაც გასწავლით, ბარემ ეხა აი იმაზე ვილაპარაკეთ, მე მგონი თავდაპირველად ჩაკრებზე რო გიყვებოდით, რომ ჩაკრები რა არის, ხო, გადაკვეთის წერტილებია რაღაც ენერგიების. და აი ეს ენერგიები ჩვენშიო ბევრი ნადის შემოდის, ნადის ეძახიან ამ ენერგიებს და ეს ამ არხებს ერთით შემოდის და ეს ნადის იკვეთება სადღაც ჩვენ სხეულში მათ შორის, აი თითქოს აი ქმნის რაღაც სისტემას, ხო? და ეს ნადის თუ არ არის კარგად დაბალანსებული, მე იწვევს ძალიან ბევრ ისეთ რაღაცებს, ანუ გააჩნიათ თულ ჩაკრის მიხედვით შეგვიძლია გავყვეთ და ვნახოთ მათ რაღაცას, მაგრამ აი რომ დააბალანსო ერთი მარტივი ტექნიკა არსებობს, შეგიძლია ეს ტექნიკა ძალიან მარტივად სცადოთ, იმიტომ რომ არის ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვა, ანუ ნადიშოდან აქვია ცხვირის მონაცვლეობითი სუნთქვა, ძალიან მარტივია, ერთ ნესტოს თითით დაიფარავთ, მარცხენა ნესტოთი შეისუნთქავთ, მარჯვენა დაფარული გაქვთ. შევისუნთქეთ. შემდეგ კარგია თუ ცოტა ხანი ერთი წამი გავაჩერებთ მინიმუმ და დახურულ ნესტოს გავუშვებთ ხელს, ამოვისუნთქებთ აქედან. შემდეგ საიდანაც ამოვისუნთქეთ, ისევ აქედან შესუნთქვას გავაკეთებთ, ისევ ცოტა ხანი 1-2 წამი შეგიძლიათ და გამოდის მეორე. ანუ შესუნთქვა, ცოტა ხანი გაჩერება, ამოსუნთქვა მეორე ნესტოდან. შესუნთქვა, გაჩერება ცოტა ხანი, ამოსუნთქვა მეორე ნესტოდან. თითქოს და არაფერი და ძალიან მარტივი რაღაცაა, მაგრამ აი მარტივი რაღაცით ხდება. აი ჩვენ შემოსული ეს შემოდის ორი წყარო დიდი ენერგიის, იდა და პინგალა, ერთი მზის ენერგია, მეორე მთვარის. და ეს ორივე რო დაბალანსდეს, აი მაგის დაბალანსების ერთ-ერთი საშუალება არის ესე ცხვირის მონაცვლეობით სუნთქვა, იმიტომ რომ იოგურად ასე ითვლება, რომ თითოეული ნესტოდან სხვადასხვა ენერგიები შედის. სხვათა შორის მე იოგები კიდევ ამას ამუღამებენ კარგად, თუ როგორ შეისუნთქონ დახურვის გარეშეც, მხოლოდ ერთი ნესტოდან და მეორედან და შეგიძლიათ სცადოთ და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ეგეც. ეხლა იოგა მარტო ის არ არის, ხო? ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ, აი ვთქვათ, მე ძალიან ბევრი ექიმებთან მაქვს შეხება რაღაც ტრენინგებს, რაც ვატარებდი ხოლმე და ასე შემდეგ და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ექიმები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჰილერები არიან, ხო? და გიმკურნალონ შენ და როდესაც ისინი კურნალობენ ძალიან ხშირად კარგი ექიმი ვინც არის, ვისაც აი ვიზეც ვამბობთ და ამბობთ, რომ აი კარგი ექიმიაო, ის ექიმი ზუსტად კურნალობს არა მარტო შენს ფიზიკურ რაღაც კონკრეტულ ტკივილს თუ ასე შემდეგ, არამედ გეხმარება შენ გახდე უფრო ჯანმრთელი სულიერათაც, ანუ უფრო დარწმუნებული, უფრო თავდაჯერებული იმაში, რომ რაღაცას გააკეთებ და ასე შემდეგ რა. ანუ იგივე ექიმებისთვის და არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო თემა უნდა იყოს, აი ძველი დავიწყებული, თქვა ჩინური მედიცინის ამბები, აი ჩინური და ასევე თქვა თუნდაც აიურვედას ამბები, აი აიურვედაზე შემიძლია გითხრათ, რომ აიურვედა ეს ძველი ინდუიზმიდან წამოსული თემა არის, იქ თავარი არის რაღაც კითხვარებია, რომელსაც ავსებ და ამ კითხვარების მიხედვით შენ თავზე გულახდიათ პასუხობ რაღაცებს, შენს ჩვევებზე ორგანიზმზე და ასე შემდეგ და შემდეგ გიკეთებს ეს ანალიზს და გეუბნება აი დოშები არის ესეთი, ანუ ელემენტები არის შენში.
და რომელი ელემენტი უფრო მეტია ჭარბობს თუ ასე შემდეგ და მე სხვადასხვა დიეტები და ასე შემდეგ ამ სხვადასხვა ტიპის საჭმელები და სხვადასხვა ტიპის გემოები და ასე შემდეგ მოქმედებს იმის დამეხოთ ჩვენ რომელი ელემენტი როგორ გაქვს ამის დასაბალანსებლად ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე რა რომელი საკვებია შენთვის და რომელი შეიძლება არ არის და სხვათა შორის ამას ისედაც აკეთებს ხოლმე ორგანიზმი რაღაც თავისითაც რაღაცაზე არ მიგდის გული და ძალიან საინტერესოა ხოლმე ეგრე და აი თურმე არ უნდა დააძალო იქ თან ნახეთ ეს ისინი აიურვედას კითხვარები შეგიძლიათ ნახოთ ონლაინაც ბევრი იქნება და გააკეთეთ რომელი დოშა არის თქვენში მეტი იქ ძალიან საინტერესო რაღაცები არის ეხლა კიდე ერთი თემა რაც ბარემ აი რაღაც motor chakra-ზე და ამ მეორე chakra-ზე გელაპარაკებით არის ის რომ თვითონ ანუ ფილოსოფიაში იოგის არსებობს ესეთი რაღაცა აი სამი ასე ვთქვათ სამი მოუდია, აი თამაშის სცენით რო ვთქვათ game mode, ხო, რაღაც სამი წესი არის, სამი წესი კი არა, სამი სტატუსი არის. ამ სტატუსებში, აი ამ რაღაც აი ამ ფორმებში ვართ ჩვენ ხან ერთგან, ხან მეორეგან, ხან მესამეგან. ანუ ხან ვართო სამი არის ესე იგი სატვა, რაჯას და ტამას და სატვა საოცარი რამე არის. სატვა არის, როდესაც შენ ხარ, როგორ იცი, აი იმ რეჟიმში კი არ ხარ მაგალითად რომ რაღაც შენ წენა რაღაც ტკენა ვიღაცას კიდე რაღაც მოკლედ რამის დამტკიცებას კი არ ცდილობ რა მაგარი კაი ტიპი ან ასე შემდეგ შენ ხარ ვინც ხარ და ხარ იმ მოდში როდესაც აი შენ უკვე საკმარისი ხარ როგორც ხარ და არაფერი დამატებით არ გჭირდება არ დამატებით გართობა არ გჭირდება არაფერი არ გჭირდება ბედნიერად ანუ იღებ იმ კონკრეტულ გამოცდილებებს, რასაც ცხოვრება გაძლევს იმ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ აქ ძალიან ხშირად აი ეს ძალიან იშვიათია ხოლმე მან მოხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ხშირად ვართ რაჯასში, რომელიც არის მოძრაობა და ან ტამასში. ტამასი არის ინერცია. ანუ რაჯას მოძრაობა არის, როდესაც ყველაფერში რაღაც ფიზიკურ აქტივობას აკეთებ, შენ რაღაც ამბიციურად მიდიხარ რაღაცისკენ. ანუ ეგ კარგია, ეგ არის შენი ისა რა, ცეცხლი, რომელიც იმას გიშვება, რა ქვია. აი მე შემდეგ ჩაკრაზეს დაგელაპარაკებით ერთხელ და იქ ცეცხლამდე რომ მევალთ იქ solar plexus ეგ არის ზუსტად, მაგრამ ანუ ძალიან ხშირად ჩვენ ბროდ რავშვებით, რომ აი ერთიდან მეორეში ვარდებით, ძალიან გიჟურ რაღაცებს გავაკეთებ, ძალიან დავიღლებით სამსახურში, მერე სახლში აბსოლუტური ინერცია, ჩევჭავ დავიძინებ და ასე შემდეგ და თითქოს ვერ ვგრძნობთ. ამიტომ აი modes, აი პირველი რომელიც ვახსენე, რომელიც არის რომ სატვიკ mode, სატვა. ოდესაც თქვენ ხართ რაღაცა ისეთ სიტუაციაში, რომ ნამდვილად არ გჭირდება კიდევ დამატებით რაღაცა ბედნიერებისთვის იმ წამს ბედნიერი ხარ უკვე ეს შეიძლება იყოს კარგი ყავასთან ან ჩაისთან ერთად შეიძლება მეგობართან ერთად უბრალოდ ციხად ჩუმოთ ასე შემდეგ ან თქვენ თავთან მარტო არ ვიცი მე ბევრი რაღაც სხვადასხვა რაღაცის გამო შეიძლება იმ წამს იგრძნოთ თავი უბრალოდ ბედნიერად და არაფერი დამატებით არ გჭირდებოდეთ აი ზუსტად ის რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაბალანსოთ ეს რაჯას ეს ძალიან აქტიობები და შემდეგ ანუ არ გადავიდეთ მარტო რაჯასთან და ტამასში და ასე შემდეგ ხო მაგისტვის არის ზუსტად ამ ჩაკრაზე ვთქვათ ფოკუსი და როგორ შეიძლება რომ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ამ ჩაკრის გახსნაზე იფიქროთ. ხა ნახეთ ფსიქოლოგიურად რა ხდება. აი ფსიქოლოგიაში არის ეგეთი რაღაცეები არსებობს სიმპათეტიკური და პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემა. ხა ეს რას ნიშნავს რა? აი როდესაც შენ რაღაცა ტრავმა გააქვს, აი რაღაც ტრავმა იმას გიშვება, ხო? შენ ნერვული სისტემა ირთვება მიდის იმაში, აი რაღაც აი თვითგადარჩენის რეჟიმისკენ მიდის და ცდილობს რომ რაღაცნაირად რაღაც ან გაიქციან, რაღაც რეაქცია გქონდეს რა. და მაგას ეძახიან reaction trap-ებს, ანუ აი რეაქციის ხაფანგებს. და ეს რეაქციის ხაფანგები ძალიან ისეთია. აი მაგალითად პირველი რამაც ადამიანი თქვა ვიღაცას დაინახავს, რაღაც ასოციაცია ამ ადამიანთან და მე ყოველთვის ის ასოციაცია უჩდება, კი არ ვთქვათ, ამ შემთხვევაში კი არ უსმენს თქვა რას ლაპარაკობს ან რაღაც. ხო, შეიძლება იყოს რომ უბრალოდ აი არა, აი ეს არის და უკვე ვიცი მე რაც არის. ანუ, ოდესაც შენ მაგას აკეთებ, ფაქტიურად აი გარკვეულ ტალღებს, რომელიც შენთან მოდის და რაღაც სამყარო შენსკენ გამოაგზავნა, ხო, სადღაც TikTok-ზე ამოგიგდო პირობითად თუ ასე შემდეგ. შენ ამეთ რას უშურები, რომ ანუ არა, ეს შენთვის არ არის. ეს მართლა შეიძლება შენთვის არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად გვიჩნდება ხოლმე გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის არ არის, რეაქციის გამო ხოთო, რომ აი ეს ჩემთვის არ არის, ამას ფიზიკურად თქვა დავწერ, ან რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც მაგას ვაკეთებთ, უკვე ნამდვილად ვარდებით იმაში, აი ამ რეაქციის ხაფანგში. ანუ ჩემთვის არ არის გადავსკროლე ერთია, მაგრამ ჩემთვის არ არის და მე ვთქვი, რომ ეს ჩემთვის არ არის, ამისთვის ჯერ დრო რატო დავხარჯე, ხო? საერთოდ თუ ჩემთვის არ არის. და მე რა საჭირო იყო რეაქცია? აი ჩვენ სამწუხაროდ სოციალურმა ქსელებმა გვასწავლეს, რომ რეაქციები, აი სულ რეაქციები, აი რაღაც პოსტი გამოჩნდა, ლაიქი აქვს, ნახვა ასე შემდეგ, ხო? არა და ეგ არაფერს კარგს არ გვაძლევს რეალურად. ანუ
ჩვენ როცა საუბრობთ ამ საკრალ ჩაკრაზე, მეორე ჩაკრაზე, ხო? ეგ არის რეალურად შენი ნდობა, ანუ ემოციები რა არის? რამდენად შენ ენდობი, შენ თავსაც, შენ სამყაროსაც გარშემო და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ეს ნდობა თუ გააქვს, მაშინ სხვანაირად ვითარდება მე რაღაცეები და თითოეულ ჩაკრაში როცა დისბალანსია, მე ზევით კიდევ რაღაცეები ხდება და ნუ მოკლედ ფსიქოლოგიურ ერთ ფენომენს მეორე ემატება და მე ხვდებით ისეთები როგორც ხვდებით ნაკლებად დაბალანსებულები ემოციურად გაუწონასწორებ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ანუ ზოგადად აი კიდევ ერთხელ აი რო ვილაპარაკოთ ემოციების რო არ ვგრძნობთ ემოციებს ბლოკავთ ამ ემოციებს და ასე შემდეგ ეგ არის რომ კიდევ ერთხელ ვიზახი ეგენი არ ხრება და ეგენი აი ინახება თქვენთან სხეულში და მე აგეთი რეპრესირებული ემოციები ძალიან ცუდი ფორმით გამოიხატება ხოლმე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც და ასე შემდეგ. და იოგაში ესე არის რომ წინააღმდეგობაო არისო ტანჯვის საფუძველი. ანუ იმიტომ იტანჯები რომ წინააღმდეგობას უწევ. შენ თუ წინააღმდეგობას არ გაუწევ, არ დაიტანჯები. ეხლა ეგ რას ნიშნავს? ხო როგორც ასე ქვია წინააღმდეგობა არ გაუწიოს ერთობა. მაგრამ ეგ მას ნიშნავს რომ წინააღმდეგობა არ გაუწიო რას? რომ რაღაცები რო ხდება სამყაროში, ეს ხდება. შენ გარეშე, შენ და ჩაურევლად და შენ და ასე შემდეგ რაღაცა მათ რა ქვია შენ და დაუკითხავარ და როგორც მზე ამოდის და ჩადის, ხო? იმის დამიხოთ შენ ამის გჯერა, არ გჯერა, გინდა, არ გინდა. აი ესეთი რაღაცები არის და თუ კი შენო შეწყვეტო წინააღმდეგობას და მიიღებ სამყაროს როგორც არის, ანუ მიიღებ შენ თავს პირველ რიგში როგორც არის, მიიღებ სხვებსაც როგორც არიან, მე ხდება უკვე როგორი რაღაც, რომ შენ კიდევ ერთხელ ვიძახი პირველ რიგში გემატება საკუთარი თავის პატივისცემა, ხდები ბევრად უფრო დარწმუნებული და აღარ ეწინააღმდეგები რაღაცებს და ხვდები რომ ეს რაღაცა მოხდა, ალბათ რაღაც მიზეზი აქ რატომ მოხდა ესე და არა სხვანაირად თქო და ასე შემდეგ. საინტერესო ის არის რომ თუ ეს ჩაკრა აქ ჩაკეტილი არის და ეს ემოციები აქ ჩაკეტილი არის, ხო? მაშინ ჩვენ საბოლოოდ რა ვშვებით? ნახეთ, აი ესეთი პარალელი გაავრეთ რა, ემოციურად ტამასი რას გიშრება, რომ შენ აბსოლუტურად აღარ გინდა რაღაცაზე რეაქცია, სუ იკეტები, აბსოლუტურად იკეტები. რაჯასი პირიქით აჟიტირებული ხარ და ყველაფერზე რეაქცია გინდა. აი სატვიკ ნაწილი არის, რომელიც რეალურად შენ, აი ამ შენ პარასიმპათეტიკური სისტემის ჩართვის შემდეგ შვიდად ნელ-ნელა ანუ მიგიყვანს იქამდე. ნახეთ, მე რაც არ უნდა ვიძახო, ხა ვინმე რაც არ უნდა რაღაცები გითხრა, შენ თუ აჟიტირებული ხარ, ეს იქამდე არ მივა. იქამდე არ მივა, სადაც უნდა მივიდეს. შენ უნდა უსაფრთხოდ გრძნობდე თავს, მშვიდად გრძნობდე თავს, არ გქონდეს სხვა რაღაცაზე კონცენტრაცია და გქონდეს ამ შემთხვევაში საუბარზე, თუ კი გინდა რომ მართლა ეს ასე ვთქვათ, აქედან რაღაცის მიიღოთ, ასე ვთქვათ. სარგებელი ამ საუბრიდან და კარგი გამოცდილება მიიღოთ. და შესაბამისად არ კონდეს მე ანუ რაღაც ზედმეტი აჯიტირება ან რაღაცა აბსოლუტური ნიჰილიზმი და ის რო აი არ მაინტერესებს ეს და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენ როცა ვსაუბრობთ მაგალითად ინტუიციაზე ეს ინტუიტიურად შექმნა შენივე ანუ როგორ ვთქვათ, შენივე ცხოვრების, ეგ არის საფუძველი ამ ჩაკრის. ანუ შენ უნდა მიყვე ინტუიციასო, შენ უნდა მიყვე იმ ემოციებსო. აი არ გააჩერო და არ გამოხატო ემოციებიო, თორე მაგას მე ჩაკეტილ თეძოებში და ასე შემდეგ იგრძნობო. და შენი ყველა ემოცია ოღონდ რა, მოწყენილობა, რა ვიცი მე, რაღაც საშინელი ტკივილი, ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი ვალიდურია, შენია და არავინ არ გითხრას რომ ეგენი ანუ არ უნდა იმას ქნა რა ქვია, არ უნდა გამოსცადო, უნდა მხოლოდ პოზიტიური იყო და ასე შემდეგ. შეუძლებელი კი არა, არ არსებობს ეგრე. შენ ხარ ზუსტად ის ნაწილიც, შენ ჭდილიც ხარ და იმას სანამ არ ჩაიხუტებ, მანამდე შენ ვერ იგრძნობ თავს კომფორტულად. აი შენ ხანდახან შენივე თავთან ბრძოლაში ხარ და ფიქრობ რომ რაღაცეებს ან ვიღაცეებს ებრძვი და აი ეს საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ბევრ ადამიანს მე მიიყვანს ხოლმე იქამდე რომ ნუ აი სკუშინ ვლაპარაკობდი ან შეიძლება რაღაც იდენტობები აიღო მარტო და რაღაც მე ესეთი ვარ და შეეცადო რაღაც ამ იდენტობებს აყვე. არა და შენ გულში როგორიც ხარ, ნებისმიერ იდენტობა რა იქ ორი ადამიანი ჩაშალოთ განსხვავებულია და აი შენ როგორი ხარ განსხვავებული ინდივიდუალური ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ ეგ იკარგება ხოლმე და ძალიან ხშირად მაგაზე არ არის საუბარი და ეგ არის wholeness, ანუ აი ეს ერთიანობა, ხო? ანუ როდის იოგა ნიშნავს ერთიანობას, სულ ასე ანუ აი unity-ია. გაერთიანება, ერთიანობის შეგრძნება არის და მაგის შეგრძნება პირველ რიგში იმ შვებას მოგცემთ, რომ გითხრათ, რომ პერფექციონიზმი
არაფერი არ არის. ანუ წარმოუდგენლად, არ არის ეს პერფექციონიზმი, ეს არის ინტეგრაცია შენი ცუდისას და კარგისაც, იმისა, რაც არ გამოგდის და რაც გამოგდის და მაგის მიხედვით მე დაფიქრება და რაღაცნაირად წინ წასვლა იმაში, შენი ცხოვრებაში, რომ წაიყვანო შენი ცხოვრება შენი ხელით რაღაც მიმართულებით. ეხლა ნახეთ. ეს ყველაფერი, რადგან საუბრობთ, ეს არის ესეთი mindfulness based stress reduction therapy არსებობს, სტრესის შემცირების თერაპია, რომელიც სხვადასხვა კლინიკებში გამოიყენება და ნახეთ, იოგას იქაც კი იყენებენ და ამ ტექნიკებს ზუსტად და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანს უმჯობესებს არა მარტო უბრალოდ რაღაც განწყობას თუ ასე შემდეგ, მაგაზე არ არის. ფიზიკური ტკივილის გაშვებამდეც კი მიდის, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან გადაჯაჭვული ძალიან ხშირად ადამიანის ფსიქოლოგიური ტრავმებით ტკივილი ასე შემდეგ ფიზიკურ გამოვლენებში გადადის ხოლმე და მე საკმაოდ ისეთი რთული პროცესია, ბუნებრივია უკვე ფიზიკური. ორივეს უნდა უმკურნალო საბოლოო ჯამში, ეგ არის, რომ უფრო ჰოლისტიკურად ერთიანად უნდა შეხედო ჯანმრთელობასაც ამ კუთხით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ მედიტაციებს თუ ასე შემდეგ და შენი ემოციების მას იწყებ, ხო, რაღაც მოსმენას იწყებ, არის ის, რომ არ კონდეს ესეთი განსჯის და რაღაც კატეგორიების მიგნიჭების როგორ თქვა ეს არ აყვეთ ამ ცდუნებას, რომ ახლა ეს ფიქრი ცუდი მოვიდა, ეს ფიქრი კარგი მოვიდა, ეს ფიქრი საერთოდ არა აქვს მაგას მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც კატეგორია ეს ფიქრი მოვიდა, ოკეი. როგორც ღრუბელი, ისევე გადავა ეგ ფიქრი, ახლა სხვა ფიქრი გაჩნდება. და შეგაცდეთ ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მედიტაციისას ვინც პირველად ცდილობს, ხო, ძალიან ბევრი ფიქრი მოდის და ფიქრები და მე არ შემიძლია მედიტაცია, მე ვერ ვაჩერებ თავს და მე რაღაც დროს მაშვებიან გონებაში, რომ მალე გავიდეს ეს 10 წუთი სატანჯორია ხოლმე, მაგრამ არ უნდა მოეშვა. ანუ უფრო პატარ-პატარა დროებით შეგიძლია დაიწყო, მაგრამ ეს ეცადო შენ რომ ეს იყოს სისტემატური და შენ ნელ-ნელა მიხვდები რომ ეს ბევრი ფიქრები, იმიტომ მოდის რომ არ გაიკეთებია ესეთი პაუზა, ძალიან დიდი ხანია კი არა და შეიძლება არასდროს და იქნება და ეხლა გააკეთო, რომ ნელ-ნელა წამოვიდეს და მე გაიწმინდება და მე რაღაც ეტაპზე შენ ამ ფიქრების დამკვირვებელი ხდები და შენ ისინი ემოციურად აღარ იმას გიშვება, აღარ კი არ გძაბავს, ხვდები რომ გამტარი ხარ, ხვდები რომ დამკვირვებელი ხარ. ესეთი ძალიან საინტერესო ფილოსოფიური მიდგომა აქვს იოგას და ძალიან კარგი ფსიქოლოგიური მათ შორის. ერთ-ერთი ტექნიკა, ძალიან კარგი ტექნიკა, რაც ძალიან მიყვარს ხოლმე, ეხლა არ მაქვს ხო და ის 3 ქიშმიშის ტექნიკას უწოდებენ და უნდა აიღო ეს 3 ქიშმიში, აიღო ერთი ცალი და სანამ რაღაც ჩაიგდა პირში და ასე შემდეგ, ხო, კარგად შეიგრძნო ჯერ მისი ტექსტურა. ისუნთქო ამასთან ერთად. მიხვდე რომ ეს ერთი მასში რაღაცა რა არის. ამდენად უხვი რაღაცა გემოს თუ ასე შემდეგ კომპონენტები არის შიგნით. როგორი არის შეხებით და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ხშირად იმდენად ჩქარა რაღაცეები, რომ ელემენტარულია ეს შეგრძნებები თითქოს გვაქვს, მაგრამ დაკარგული გვაქვს. და შენ თუ ამ ტექნიკით მე ასევე ნუიდება ქიშმიშს ნელ-ნელა იწყებ ჯერ დაღეჭვას, ჯერ სანამ დაღეჭავ, კიდევ ენაზე ატრიალებ და გააქვს რაღაც იმისი შეგრძნება წინასწარი თუ როგორი შეიძლება იყოს, შეიძლება ეს რაღაც კონკრეტული გემო, მე შეიგრძნობ ამ გემოს და ნახე, ერთი ქიშმიშის დაღეჭვაზე შეიძლება რაღაცას რამდენიმე წუთი გაატარო შენ თავთან ერთად რაღაც შეგრძნებებში და ეგ რას გაძლევთ? ნახე, განა ქიშმიშის გემოს შეგრძნებებზე არის ლაპარაკი არა. ეგ იმის საშუალებას გაძლევს, რომ შენ სხვა რაღაცეებზე იმწამს აღარ იფიქრო და შენ ხარ იქ, სადაც შენი ყურადღებაა. აი თუ შენი ყურადღება იქნება კონკრეტულად რაღაცაზე, მე ბედნიერად იგრძნობ თავს იმ ყურადღებით იქ და ახლა იმ კონკრეტულ ადგილზე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ხო, თუ კი მედიტაციისას არავინ არ გითხრათ, რომ მაინც და მაინც სუნთქვა უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული რიტმისა, ასე შემდეგ, ხო? პირველად როცა მედიტაცია სუნთქვა გამოჭირდა, თითქმის ვირჩევდი. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა არაბუნებრივ რიტმზე დავსვი. მე სხვანაირად სუნთქავდი და ეხლა სხვანაირად მითხრეს ეხლა ღრმად ისუნთქე და ასე შემდეგ. ერთი რასაც მიაქციეთ ყურადღება სუნთქვებისას, ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორი რაღაცა, რომ ამოსუნთქვას მიაქციეთ ყურადღება პირველ რიგში, რომ ბოლომდე ამოისუნთქვათ. იოგებში არის ეს diaphragmatic breathing ვერ გამოვთქვი. და ეს დიაფრაგმით სუნთქვა რეალურად, მუცლის ნაწილი სუნთქვა. ეს რას ნიშნავს, რომ შენ მუცლის კუნთებს, პრესის კუნთებს, თქვათ, მათი მეშვეობით
აკონტროლებს სუნთქვას და აქედან სუნთქავ, ანუ ისე კი არა და აქ მაშინ აი აქედან სუნთქავ და ამით შენ ცდილობ რომ აი ბოლომდე გამოისუნთქო. როგორც კი ბოლომდე გამოსუნთქვა ხდება, ამ ბოლომდე გამოსუნთქვის მერე ავტომატურად მოვა ის შესუნთქვა და ის საკმაოდ ღრმა იქნება. ამიტომ აი ეცადეთ ბოლომდე გამოსუნთქვაზეც გაამახვილოთ ყურადღება. ბევრი თემა არის, რომელიც დაკავშირებული არის ზოგადად ამ ემოციების თემასთან და ბევრ რაღაცაზე შეიძლება ლაპარაკი, თუ რაღაც კითხვები ექნებათ, კიდევ მე ჩავწერ კიდევ ახალ ლაივებსაც და შემდეგ რაღაც თემებზეც მინდა რომ გადავიდე მე უკვე არის ძალიან საინტერესო ჩაკრა solar plexus და აი შემდეგ ლაივზე მაგაზე ვილაპარაკებ და მე რაღაც ვიდეოებს დავდებ ხოლმე კიდევ ვისაც გინდათ რომ შემდეგ უყუროთ TikTok-ზე. მადლობა დიდი, ახლა ვისაც მიყურებდით. მე მგონი საკმარისი რაოდენობა იყო შაბათ-დილისთვის და სოციალურ ქსელებში ემოციას რო შეეხეთ, რატომო სოციალურ ქსელებში ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელებში, მაგრამ ამასაც კი პასუხებთ, ანუ როგორი რაღაც არის, რომ ადამიანს აქვს ეგეთი თვისება, აი ჯერ კიდევ გამოქვაბულებიდან იქ რომ ცხოვრობდით, ხო? იქიდან მოყოლებული ვაქვს, ეგეთი თვისება, რომ აი ლომის ღრიალი რო გავიგოთ, უნდა კონდეს რეაქცია, იმიტომ რომ თუ არ გახვალ იქ ლომი მე ან შემოგივარდება, ან გახვალ შეგჭამს ან ასე შემდეგ, ხო? და შენ მუდმივად ამიტომ ჩვენი ევოლუციის როგორც განვითარდა ადამიანები ეს საფრთხისთვის უნდა მიგვენიჭებინა უფრო მეტი უპირატესობა და ამიტომ ეგრეთ ჩვენ ტვინი ეგისე განვითარდა მე რომ გამოქვაბულებში აღარ ცხოვრობთ, მაგრამ როგორც კი რაიმე ცუდი გვესმის, აი მაგალითად თუნდაც სადღაც იმაში ტაილანდში მოხდა რაღაც, ხო, წყალდიდობა, მიცის რა, ასე. ანუ შენ მაგას უყურებ, იღებ ამ ინფორმაციას და სამწუხაროდ კიდე ეხლა ინტერნეტის და ინფორმაციის ეპოქაში ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებ და ინფორმაციას იღებ და პირველ რიგში აქცევ ყურადღებას ნეგატიურს. მაგას მიაქცევ ყურადღებას და არა იმას, რომ არ ვიცი მე იმ ტაილანდში რაღაცა ახალი ყვავილის ჯიში გამოიყვანეს, ხო, პირობითად და ამიტომ მაგას ეძახიან negativity bias. ანუ ტვინი მოწყობილია, რომ ნეგატიურს უყურებს და სოციალური ქსელები კიდე ალგორითმები არ არიან სხვანაირად გაწვრთნილები. ნახე, როგორი რაღაცა არის სოციალური ქსელები, იმაზე არის ორიენტირებული, რომ ბევრი ნახვა დაუწეროს, რა YouTube-ის პროგრამა მუშაობს, იმიტომ რომ ბევრი ნახვები იყოს ვიდეოებზე. არ აინტერესებს იმას, რომელ ვიდეოებზე იქნება ნახვა, აი რომელზეც უფრო მეტად ანუ უნდა უბრალოდ მეტი ნახვები, მეტი თქვენი ყურადღება უნდა, ხო, სოციალურ ქსელებს და სოციალურ ქსელებში წასული ყურადღება რას ნიშნავს? რომ თქვენ ახლა აი აქ რო ხართ და მე მიყურებთ, გარშემო რა ხდება, იქ არ ხართ. ნახე, აი მარტივად ხარ წამოსული მანდეთან აქ. აი ეგ არის რომ სოციალური ქსელები რა მნიშვნელობა აქვს, ეს შეიძლება სხვადასხვა რაღაცით ჩაგითრიოთ რა, ნახვებით, ლაიქებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გახდა რაღაცა, რაც გახდა თითქოს აი ფულის ეკვივალენტიც, მის გარანტი რაღაცა სოციალური ძალაუფლების და ასე შემდეგ. არა და ეგრე არ არის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიცნობთ და ვიცით უამრავი ადამიანი, რომელიც ძალიანაც პოპულარულია სოციალურ ქსელებში, მაგრამ აი ეს უშუალო კავშირები, ცხოვრებაში ურთიერთობები თუ ასე შემდეგ და რაღაც პირად ბედნიერების თემები არა აქვს იმდენად მაინც თითქოს და ეგეთი ბედნიერი არ არის, ხო? ხედავთ რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს კიდე ცალკე თემაა, რომ ჩვენ ძალიან გავაფეიქეთ კიდევ სოციალური მედია და ჩვენ იმდენად გვეშინია ამდენი ნეგატივის რომ არიქა მე ხა დავანახო რომ ყველაზე კარგად ვარ და ამიტომ უნდა ყველაზე ლამაზი ფოტოები ასე შემდეგ დავდო და ის ლამაზი ფოტო არის ერთი წამი იმ დღის, რომელიც შეიძლება 1000 სისულელე მოხდა კიდე, იმებს არ ვდებთ, ხო? ამიტომ ეგ არის ესეთი რაღაც რა, რამდენად ავთენტური ხარ შენ და რამდენად სამწუხაროდ ნაკლებად არის ავთენტურობა იმაში სოციალურ ქსელებში და უფრო მეტად არის ხოლმე ნადირობა გარკვეულ იმაზე, რომ აი შენ მე ხა ისეთი კონტენტი გავაკეთო, რომ აი ამას როგორ მოეწონება და ნუ ამ დროს ამით მე შენ თავს უსწორებ რაღაცებს და მოდი აბა ესეთი გავაკეთო რომ ამას მოეწონოს და არა შენ გააკეთე ისეთი როგორც შენ მოგწონს და ზოგადად ეგ საქმის მიდგომაში ეგრე რო იყოს ძალიან კარგი იქნება და გააკეთე შენ როგორც წარმოგიდგენია შენ როგორც მოგწონს მაგით ხარ მე ძლიერი მაგით მე ხარ ავთენტური და ეგ მე მართლა გულით გამოსული მოდი ახლა წენაზე ვილაპარაკოთ რა როცა ადამიანს რაიმე წინს სიმართლე, თორე ტყუილი არ წინს, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც არ უნდა უძახო რაღაც ისეთი ადამიანს, რაც ის არ არის, ის არ ეწყინება. მაგრამ ოდნავ მაინც თუ ფიქრობს, რომ ის რასაც შენ მას დაუძახებ, იმის რაღაც პროცენტი მაინც არის, აუცილებლად ეწყინება. ამიტომ მე მეწყინება და ეს არ თქვა მაგივრად. ჯობია ხოლმე ყოველთვის რომ თქვა, რომ გულში თქვა, რატომ წინს ეს? და შენ თავში დაფიქრდე, რატომ წინს? იმიტომ რომ სადღაც ამ წენის უკან დგას შიში რაღაცის რაღაცა ძველი გამოცდილება იყო და ასე შემდეგ რაღაცა საკუთარი თავთან დამალული სიმართლე იყო შეიძლება თუ ვიღაცამ გითხრა რომ სუქანი ხარ და გეწყინა ესე იგი
შენ თვითონ ვეფიქრობ რომ სუქანი ხარ და შენ თავს არ ეუბნები. და მე რეცდილობ რომ ანუ იმანესვე მითხრა და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ რო ვასწავლოთ თავიდანვე ბავშვებს რომ ანუ ადამიანები ასე ურთიერთობენ რომ ანუ თავის ტკივილის პროექციას აკეთებენ, მერე სხვანაირად დაალაგდებოდა, ბევრად უფრო გამგებები და მიმღებლები ვიქნებოდით ბევრი რაღაცის. მე კი მგონია რომ არ ხარ იმას გაკადრებენ, ეს უფრო საწყენია და არა პირიქით. ნახე, ვინ რას გაკადრებს და რას გეტყვის მაგაზინში. ყველა გეუბნება თავისი ტრავმებიდან. ყველაზე უფრო მეტად მის დაგატრაუმირებს, ის თვითონ ძალიან დატრაუმირებული ადამიანია. ხა შენ კი შეიძლება ითქვი, მე ხომ მეთკინა. შენ რო გეტკინა, მე შენ გაქვს არჩევანი. ერთი ეს ტკივილი ატარო მთელი ცხოვრება და არასოდეს არ დაივიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად ეს ტკივილი ემოციურად უგუროთ რა ვიყო, ჩაიჭედოს, რაც გაკრისტალდეს და რაც ყინულივით იყოს იქ და არა წყალი, რომელიც გადმოვა სადღაც და წავა, არამედ იყოს ჩაჭედილი და ეს ჩაჭედვა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ დაავადებებს რა. ყველაფერი საწყენი არის, რაც შენ ფიქრობ, რომ არ უნდა მიგეღო, მაგრამ მიიღე. ხა შენ რო ყველას რატო წqins? იმიტომ რომ გონია რომ დაუმსახურებლად მიიღო. რაღაცა ცოტა დამსახურებული შევა, რაღაცა დაუმსახურებლად მიიღო. დაუმსახურებლად რაღაცა ნიშნავს რომ მე რაღაცა გავაკეთე და შენ როგორ ეს არ დაინახე და როგორ ახლა მაგისმაგიურად დაინახე რაღაცა სხვა. არა აქვს მნიშვნელობა მაგას დამსახურებულ და უმსახურებლად. როგორ არა აქვს მნიშვნელობა იმ კუთხით რომ სამართალი უნდა იყოს და დამსახურებულ ასე შემდეგ. მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ დაუმსახურებლად მივაყენეს ტრავმა სადღაც რაღაც ეტაპზე, რახანაც შენ გეწყინა და ესე ჩაქრჩა, შენ დაფიქრდები და შეიძლება მიხვდე იმას, იმ ადამიანმა ესე რატო გააკეთა. აი მაგას რომ მიხვდები, მე იცით რა ხდება? მე წყენას უშვებ. მე ის კი არ და პატიობ კიდეც იმ ადამიანს, იმიტომ რომ ხვდები ის რანაირად ფიქრობს და საიდან წამოვიდა ეს მისი ამ შემთხვევაში ტკივილი. მაგალითად, მისვლა, ზუსტად იქამდე მისვლა არის, რომ იოგა რასაც გეუბნებო, რომ ერთნი ვარ ჩვენ ყველანი და არ ვარ ჩვენ განსხვავებულები და ყველა ერთი და იგივე რაღაც სხვადასხვა წარმონაქმნი ვართ, რომელიც ანუ აი ასე მრავალფეროვანი გავხდით სხვადასხვანაირი გამოცდილებები რომ მივიღოთ ამ სამყაროში. ეგ არის რა, ანუ შენ რო რაღაც არ მოგწონს ამ სამყაროში, ჩვენ სამწუხაროდ ახლა სოციალური ქსელები თუ ასე შემდეგ ყველაფერმა იქითკენ მიგიყვანა, რომ აი რაღაც რო არ მომწონს, მე ახლა ყველაფერი არ მოსაწონი, ამ ყველაფერი არ მოსაწონი კი არა, უამრავი ინფორმაცია წამოვიდა უბრალოდ. ნახეთ ხალხო და იქ თქვენთან ბუნებრივია წამოვიდა ინფორმაცია, რომელიც არ მოგწონთ. გამოგიჩნდათ ვიღაცან რაღაც, რომელიც არ მოგწონთ და საინტერესოა ის, რომ კიდე რომ ალგორითმებს მაგალითად ეგ აწყობთ, რომ თქვენ ისეთი რაღაცები გაჩვენოთ, რა თქვენ შეიძლება არ მოგეწონათ, იმიტომ რომ ალგორითმებმა კარგად იციან რომ შენ მე დაждები და დაუწყებ დაკომენტარებას, აი ეს როგორ შეიძლება, ის როგორ შეიძლება, ასე შემდეგ და ამით რას აკეთებს ალგორითმი? ნახვებს. ანუ თქვენი ყურადღება უფრო დიდი ხანი იქნება ჩართული ამაზე. არა და სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ამ მრავალფეროვნებაში ის კი არ იგულისხმება რომ ყველანი ჩვენ ერთმანეთს უნდა მოგწონდეს თითოეული ჩვენი სახე და თითოეული ჩვენი რომელიღაც გამოვლინება, ხო, ადამიანის. ანუ ნამდვილად ვერ მოგვეწონება. მაგრამ გესმოდეს და ხვდებოდე რომ ესაც ერთ-ერთი გამოვლინება გარკვეული კარმული, გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ასე შემდეგ ასე თქვა გამოცდილებით, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ მე ამ სამყაროს სხვანაირად გაყურებინებს და ისე კი არ უყურებ ამ სამყაროს, რომ აი ყველაფერი საშინელი შეიძლება მოხდეს და შენ ამ სამყაროს უყურებ როგორც შესაძლებლობებს, რომელმაც შეიძლება მე მოგიტანოს კიდევ კაი რაღაცები, ოღონდ შენ თუ კიდევ ერთხელ ვიზახე არ შეგეშინდება ამ 1000 ბუების, რომელიც გვაშინებენ სულ ცხოვრებაში და ხან რაღაც ფულზე ორიენტაცია, ხან ელემენტარულ რაღაც პირობებზე, ხან 1000 რამეზე შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს საოცარი, როგორ გითხრათ, ანუ ობსესია, რომ აი ხა ეს უნდა გავაკეთო, აი ხა ესე შეიძლება აი ნატალიკო ეგო როგორია, ნამდვილი როგორია, ეგო არის ყველაფერი, რამაც შენ რაღაც შეიქმნა შენ რო ტრავმები განიცადე. აი ყველაფერი არის ეგო. ანუ ტრავმები რა შეიძლება გარკვეულ გამოცდილებებიც მათ შორის, რომელიც ახლა მაშინ შეიძლება კონკრეტულად ტრავმული იყო. უბრალოდ რა მნიშვნელოვანი შტაბეჭდა, ამით ყალიბდება ეგო და ეგო მიცის რაღაცები აქ რაც რაციონალურად. მაგრამ ეგო ჩამოყალიბება იცის, მაგრამ აპდეიტი არ იცის თავისი. ანუ შენ რო პატარა ბავშვი იყავი და რაღაცაზე გეწყინა, შეიძლება ეს ისე ჩაგიტოვოს, რომ შენ უკვე დიდობაშიც კი იგივე რეფლექსი გქონდეს, იგივე დამოკიდებული თქვა რაღაც კრიტიკის მიმართ გქონდეს ისეთივე საშინელი რეაქცია, როგორც მაშინ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან გეწყინა. და შენმა ეგომ ესე დააფიქსირა, რომ უნდა გეწყინოს ძალიან და ასე შემდეგ და ნუ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს მაგ კუთხით. კიდევ თუ არის კითხვები და ცოტა ხანში გავთიშავ ალბათ. ხო.
ზასრული მეც გადაწყვეტილების მიღება უნდა და მინდას შორის. არა ნახეთ რა ხდება, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ხდება ან აქ. ანუ ან გულში, ან თავში. და აი გულს მიენდეო რო გეუბნებიან. ეგ არის ზუსტად ხანდახან აბსოლუტურად წასვლა ამ რაციონალური ეგოს საწინააღმდეგოდ. ოღონდ ისე კი არა რომ ებრძოლო იმას, არამედ ამასაც მიენდობთ, რომ აქ არის შენი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მანდ არის შენი ინტუიცია, მანდ არის ის შენი გარკვეული ნამდვილი დანიშნულება და ავთენტურობა და შენ თუ ავთენტური არ იქნები და ამას მოусმენ, იმიტომ რომ აბა რაციონალურად ეგრეა და უნდა მოусმინო. ეგ ავთენტურობა უნდა ვერ მიგიყვარს. შენი ეგო ვერასდროს ვერ იქნება ავთენტური. ეგო არის ყოველთვის რაღაც წარსული გამოცდილებებით რაღაცეები. ანუ აი ეგო უნდა იყოს გარკვეული ნაწილი, რომელიც და ესეც არის, რომელიც უბრალოდ იყოს დაბალანსებული, ანუ ის უნდა იყოს შენ უნდა აკეთებდე რაღაცეებს ეგოს მეშვეობით, მაგრამ აკეთებდი ამას mindfully რო იტყვიან, ანუ უნდა აკეთებდი ამას, როდესაც შენ გაცნობიერებულად აკეთებ, იცი რასაც აკეთებ. აი ნახოთ, ძალიან საინტერესო თემები არის, მე შემდეგ ლაივებზეც მაგას გავავრცელოთ და ვილაპარაკოთ ბევრი. მადლობა, დიდი ვიც მიყურებდით, კაი შაბათი.